ქალბატონებო და ბატონებო, სერიოზულად გეკითხებით. განა მემარჯვენეებმა გაანადგურეს ევროპის ინდუსტრიული სექტორი. განა მემარჯვენეებმა გახადეს გრეტა თუნბერგი მათ ლიდერად. განა მემარჯვენეებმა გაატარეს მწვანე პოლიტიკა ინდუსტრიის დაკნინების ხარჯზე, რომელმაც ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა გაანადგურა. თუ ეს ყველაფერი მემარცხენე სოციალისტებმა ჩაიდინეს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს 50 წელზე მეტია მართავენ, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ესპანეთს და ჩემს სამშობლოს, საბერძნეთს, ამ ქვეყნების და მთლიანად ევროპის ეკონომიკას სოციალისტურმა პოლიტიკამ ძირი გამოუთხარა. დღეს კი ამ კატასტროფის შემოქმედები თითს ჩვენკენ იშვერენ და ამტკიცებენ, რომ ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენთ. ეს სასაცილოა, ძალიან სასაცილო. როგორც მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, სოციალიზმის პრობლემა ისაა, რომ ადრე თუ გვიან სხვისი ფულით თავდება. ასე რომ გირჩევთ შეწყვიტოთ ეს ილუზორული ნარატივი. თითქოს მემარჯვენეები საფრთხეს უქმნიან ევროპას. უმჯობესია დაიწყოთ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. დაწიეთ გადასახადები და გაზარდეთ კონკურენცია. მოხმარებაში დააბრუნეთ პლასტმასის საწყობები. განახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინდუსტრიულ სექტორში და რაც მთავარია, თვალი გაუსწორეთ რეალობას. თქვენ წარმატებას ვერ მიაღწიეთ. დაგვიჯერეთ, რას ვამბობთ, სანამ ძალიან გვიანი არ არის. ჩვენ ვართ მომავალი, თქვენ კი წარსული. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.